აი ახლა როგორ უნდა გავზომოთ ფოლიკული? ახლა არის ფოლიკულის მონიტორინგი, როდის მოხდება ოვულაცია. აი აგერ არის საკვერცხეში ფოლიკული, ყველაზე დიდი ზომისა. ხედავთ ხო, ბევრი ფოლიკულებია, აი ეს არის ყველაზე დიდი. კიდე არის ერთი, მაგრამ ის ამაზე პატარა. აი ესე გამომყავს მაქსიმალურად, როგორც შესაძლებელია. ხედავთ ხო? და გავაჩერეთ ყველაზე მაქსიმალურ ზომაში. და ვიღებთ ორ ზომას. ერთი არის აი ესეთი ზომა და გამოვიდა აქ რამდენი 13, ხო, სადღაც 13 მილიმეტრი კი ბატონო და მეორე ზომა გამოვიდა აი ესეთნაირად 16 და 7. ხედავთ, აი ეს არის ფოლიკულის ზომა. 13 და 16 და 7 ერთმანეთს უნდა მიუმატო, გაყო 2-ზე და გამოვა ის ზომა, რომელიც რა ზომისაც არის საშუალო დიამეტრი ამ ფოლიკულის.